და ეხლა ისეთი ადამიანები ახდენენ თავის ილუსტრაციას, რომ აი არ ვიცი, აი მოკლედ აი ცოტა არ იყოს გაოცებული. ეხლა მინდა ვაჩვენოთ ქეთი დოლიძის განცხადება. დასაჯეთ დამნაშავეები, თავგადახსნილი დადის ნახევარი თბილისი, ბოროტება მოიცა ყველაფერი. დასაჯეთ ამის შემსრულებლები, უარეს იმეორებთ. ესე ქალბატონო ქეთი აი როგორ არ აქცხვენია. ყოველთვის როგორ შეიძლება ისტორიის ყველა ეტაპზე არასწორ პოზიციაზე იდგე და არასწორ რაღაცებს ლაპარაკობდეთ. ჯერ იყო და აი ამ 90-იანებში შეაზიზღეთ თქვენი განცხადებებით ხალხს თავი. მერე იყო და ბოდიში მე ჩემი კუკარაჩი არ გახსოვთ რაღაც სისულელებს ლაპარაკობდით მთელი სამარცხინოთ სამასხარაოთ აიქციეთ. ეხლა როდესაც ქართულ ოცნების იმებზე დადიოდით კაცო და ამ ქართული ოცნების პირობებშიც რაღაცას იყავით. მე რაღაცა გულდაწყვეტილი წამოხვედით იქიდან თეატრიდან. ეხლა ვისაც კი რაღაცა ცოტა წყედა ქონდა ყველამ ესე იგი თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. ჩვენც ახლა სიმართლე რო გითხრა შეიძლება მეც პირადად რაღაცა წყედა მქონდა ამ ხელისუფლებიდან რამე ხელისუფლებამ გამიკეთა თანამდებობა მომცა, რამე პრივილეგია მომცა, რაღაცა დამიფასა შრომა, რამეში ბოდიში და რაღაცა ელემენტარულად ყურადღება გამოიჩინა ჩემს მიმართ, თუ რა თქვენზე ნაკლები ვიბრძოლე, თქვენზე ნაკლები გამიკეთებია, თუ რა თქვენ თუ თქვენ სფეროში აკეთებთ, მე ჩემს სფეროში ვაკეთებ ამ ყველაფერს რა. და არ მიმაჩნიათ რომ ურიგოთ ვაკეთებ ამ ყველა. და მაინტერესებს რა ხან ბოღმა გაგჩობთ, უნდა ადგეთ და ეს ბოღმა უნდა ანთხიოთ როგორც გველმა. მთელი ცხოვრება როგორ შეიძლება არასწორ პოზიციაზე იდგეთ რა. მე ძალიან კარგად მახსოვთ იმ 90-იანებში რა ებს აკეთებდით თქვენ და ის ინტელიგენცია. როდორ რას საშინე იგივე საკეთებთ ეხლა. აი ზუსტად ვინც 90-იანებში იყო საქართველოს ტრების გვერდით იგივე ხარ თქვენც ეხლა. შეიძლება ხალხო რა ვერ გავიგე რა თავგასისხლიანებულიო რა თავგადახსნილი დადისო რა გინდათ ვერ გავიგეთ ესე იგი პოლიციამ თურმე მადლობები უნდა უხადოს ესე იგი იმ ხალხს ვინც კი თურმე რაღაცა უბედურობას ჩადის